მოგესალმებით. თქვენ ყოფებით არხზე პროექტი ამირანი. დღეს კი ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ არ უნდა იყო მე, როცა ამის არ აქვს. მაშასე, დავიწყოთ. ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ლამის ცოლქმრული კამათი უკვე შევიდა ისტორიაში. აქამდე აშშ-ის პრეზიდენტს თეთრ სახლში პრესის თანდასწრებით ჯერ არავინ დალაპარაკებია ასეთი მაღალი ტონითა და აღმოსავლეთ ევროპული გონურით. მე ვარ ქურდული მენტალიტეტის მატარებელი. აღარია ქურდის აქციები. ეს აქციები ქურდული აღარია. მართალია ტრამპმა და ამერიკულმა იმპერიალიზმმა ეს დაიმსახურეს, თუმცა ამით უკრაინელმა ხალხმა ვერაფერი ვერ მოიგო. უახლოეს დროში ალბათ არც ერთი პოლიტიკური სკანდალის ირგვლივ არ გაჩენილა იმდენი თეორია, რაც ამ ამბავის ირგვლივ. ზოგი ყველაფერს ზელენსკის უთვინობას, ინგლისურის უთვინებასა და ფსიქოლოგიურ პრობლემებს აბრალებს. I've actually watched and seen the stories, and I know what happens is you bring them on a propaganda tour, Mr. President. ვიღაც ამბობს, რომ ეს სკანდალი პროვოცირებული იყო ტრამპისა და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, სპეციალურად რათა ზელენსკის რეიტინგი დავარდნილიყო და ქვეყანაში ახალი მაიდანი მოეტყოთ. You're right now not in a very good position. You've allowed yourself to be in a very bad position, and he happens to be right about it. From the very beginning of the war. You're not in a good position. You don't have the cards right now. ვიღაცისთვის კი ეს ორივე მხარის მიერ წინასწარ გაანგარიშებული სპექტაკლი იყო ხალხის გასართობად, სანამ კულისებს მიღმა ჟედე მასონების, რეპტილოიდებისა და ჰიპერბორიელების ბისმარკიზეული რეალ პოლიტიკა თავის საქმეს აკეთებს. თუმცა საქმე რა თქმა უნდა უფრო პროზაულად დგას. ვინ თუ არა ჩვენ, მარქსისტები, ხვდებოდით იმას, რომ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გადაგდება იყო დროის საკითხი, ხოლო ეს კონფლიქტი რუსულ იმპერიალიზმს არ დაუწია პრორუსი უკრაინელების დასაცავად და არც უკრაინის გაბატონებულ კლასს და მათ მთავრობას ადარდებდა საკუთარი მოსახლეობა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ხორცსაკები უფრო ადრე დამთავრდებოდა, ხოლო აშშ-ის სქელჯიბა მასტადონტებს მით უმეტეს არავინ ადარდებდათ, თავიანთი ობიექტური მატერიალური და კლასობრივი ინტერესების გარდა. ისეთი მცნებები, როგორებიცაა ნაცია, ერი, რელიგია, ადამიანის უფლებები ან დემოკრატია უკვე კაიხანია მოზრდებულია თანამედროვე გაბატონებული კლასისათვის. არც ეროვნული ცნობიერების შინაარსი არ მესმის და არც ცნობიერების ამ კუთხით. ეროვნული ცნობიერება საერთოდ ცოტა ესეთი სახიფათო რაღაცაა კონსტიტუციაში. და სამწუხაროდ მხოლოდ რიგით მაონებს, მეშანებს, ან როგორც ნიკოს ვონიძე იტყვა და ხიხუნიებს თუ ჟერად გულწრფელად ამ ყველაფრის. უციგნურებო, ღარიბებო და გამოუსვლებო, შეუხედავებო და დაუვანელებო, ხიხოებო, ლეხაჭოებო. ამ ცნებებს ბურჟუები თავიანთი ქმედებების გასამართებლადაც კი აღარ იყენებენ და უკვე სულ უფრო ნათლად და პირდაპირ ამბობენ, თუ რა არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს არის ფინანსური მოგება. თუმცა ის ხეზე არ იზრდება, მაშასადამე ის, თუ საიდან მოდის მოგება, თავისთავად მოგებაზეც კი უფრო მნიშვნელოვანი ხდება პოლიტიკური დაძაბულობის პერიოდში. ამიტომ ის პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც კი, რომელთა გამოც კომპანიები კარგავენ თავიანთ შემოსავლებს, საბოლოო ჯამში მაინც ემსახურებიან ამ კომპანიების აქტივების მომრავლებას, რათა როცა სიტუაცია სტაბილიზირდება, მათი მოგებები კრიზისამდე ან კონფლიქტამდე არსებულ მაჩვენებლებს აღემატებოდეს. მოგების უზრუნველსაყოფად საჭიროა სამი რამ. პირველი, ბუნებრივი რესურსები, მეორე, სამუშაო ძალა და მისი სწორი გადანაწილება. ოღონდ არაგერიათ სამუშაო ძალა ადამიანებში, ჩვენ არავინ აღგვიქვამს როგორც სრულფასოვან ადამიანებს. ჩვენ მათთვის უბრალოდ სამუშაო ძალა ვალს და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შრომა რაც შეიძლება იაფი იყოს, ანუ რაც შეიძლება მეტი ვიმუშაოთ, რაც შეიძლება ნაკლებ ანაზღაურებაზე. და მესამე პუნქტი, ეს არის გასაღების ბაზარი. იმისათვის რომ მოგებაზე გავიდეთ, ბუნებრივი რესურსებისგან სამუშაო ძალის მიერ დამზადებულ პროდუქციას კიდე სადღაც გასაღება სჭირდება. და სწორედ აქ იმალება კაპიტალიზმის ყველაზე დიდი შიდა წინააღმდეგობაც. ეს არის ჭარბწარმოება. ბიზნესმენებს ერთის მხრივ უნდათ რომ მუშახელი რაც შეიძლება იაფი იყოს და ამავდროულად არსებობდეს დიდი ყიდვისუნარიანობის მქონე ბაზრები, სადაც გაკიდიან თავიანთ პროდუქციას, რომ მოგებაზე გავიდნენ. თუმცა ბაზრების ყიდვისუნარიანობას როგორც წესი სწორედ ის განსაზღვრავს, თუ რამდენად დიდარია მუშახელი. მაგრამ კაპიტალიზმის განვითარების ლოგიკა აიძულებს ბიზნესმენებს, რომ ყოველთვის გაითვალისწინონ მხოლოდ იაფი მუშახელის პუნქტი და ურჩევნიათ იბრძოლონ და იკონკურირონ გასაღების ბაზრებისთვის, იმის მაგერად რომ ისინი თავისით შექმნან, რითაც თავიანთ თავებს ართმევენ საკუთარი პროდუქციის გასაღების შესაძლებლობას გრძელვადიან პერსპექტივაში. იმაზე თუ რატომაა კაპიტალიზმი არამდგრადი ეკონომიკური მოდელი და რატომ ახასიათებს მას ციკლურად განმეორებადი კრიზისები, მთელი ვიდეოთა ციკლი გვაქვს არხზე და თუ არ გინახავთ, აუცილებლად გადახედეთ.
დავუბრუნდეთ ეკონომიკიდან პოლიტიკას. არსებულ სიტუაციაში დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვიძლია. ეს იყო გარდამტეხი მომენტი საერთაშორისო პოლიტიკაში და სამყარომ უკვე შეაბიჯა განვითარების ახალ ფაზაში. რეალ სიტყვის რომ პრობლემა ტრამპში და მის თავშია, რომ ის არა ადამიანია და ნაზირალაა, რომელიც უკრაინას რუსეთს უთმობს და არამზად დაიცვა საერთაშორისო სამართალი. მას კიდია დემოკრატიას და მსოფლიოს წესრიგიც. აი ბაიდენი კი მაგქვრივ ჯიგარსონი იყო. უპირობოდა სრულად უანგაროდ უჭერდა მხარს უკრაინას და პუტინთან არ მიდიოდა არანაირ შეთანხმებებზე, მანამ სანამ უკრაინელები მასურად იბრიდებოდნენ. დაახლოებით ასეთი ნარატივები ისმის ფრუსტრირებული ლიბერალური საზოგადოებისგან, რომელსაც უკვე ნახტად ნერვები აუთამაშდა. მაგრამ მოდით ყველაფერს სენიორ ტრამპინიონს ნუ დავაბრალეთ და დავფიქრდეთ რეალურად რამდენად განსხვავდებოდა იბნ ბაიდენ ალ-ნასირისა და მისტერ ტრომბონის პოლიტიკა ერთმანეთისგან. ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ტრამპი დაგვამახსოვრდა სავაჭრო ომებით ჩინეთთან და სანქციებით. და იცით რა გააკეთა ბიძია ჯომ? არა, სხვა ძია ჯომ. ეს ჯოჯოა. ხო. იცით რა გააკეთა ბაიდენმა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა. მან გააგრძელა სავაჭრო პროტექციონიზმის კურსისა და ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერა. 2022 წლის ოქტომბერში ბაიდენის პრეზიდენტობისას აშშ-ის მთავრობამ აუგრძელა ჩინურ კომპანიებს ნახევრად გამტარების მრეწველობის სფეროში ტექნოლოგიების შეძენა. ბაიდენის პრეზიდენტობის 4 წლის განმავლობაში მისმა ადმინისტრაციამ შეიტანა უფრო მეტი ჩინური კომპანია სანქციების სიაში ვიდრე თავად ტრამპმა. და მართალია ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ტრამპი და ბაიდენი წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, აქვთ რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები და მიდგომები კულტურაზე, ცენზურაზე და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარში, კერძოდ საგარეო ინტერესებში და ჩინეთთან წინააღმდეგობაში მათი მიდგომა იდენტურია და აი რატომ. ჩინეთი არის აშშ-ის ყველაზე მთავარი ოპონენტი ეკონომიკურ, სამეცნიერო და სამხედრო სფეროებში. რუსეთი ჩინეთს მაგქვრივ არათუ ვერ შეედრება, ვერც დაეწევა ვერასდროს, სანამ იქ ახალი კომუნისტური რევოლუცია არ მოხდება. ტრამპის ტაქტიკა მარტივია. აუცილებელია უკრაინის აღმოსავლეთი დაუთმოთ რუსეთს, მივაღწიოთ შეთანხმებას კრემლისთვის მომგებიან პირობებზე, ერთად გავინაცვლოთ უკრაინის მდიდარი წიაღისეული და ალბათ სანქციების ნაწილიც გავაუქმოთ რუსეთთან მიმართებაში, რათა მომავალში, როდესაც ჩინეთთან კონფლიქტი გამწვავდება, უზრუნველყოთ რუსეთის მოკავშირეობა თუ არა, ნეიტრალურობა მაინც. და როგორც ხედავთ, ეს ტაქტიკა ჯერჯერობით მუშაობს. რუსი ჩინოვნიკები და პროპაგანდისტები უკვე უმღერიან დიფერამებს ტრამპს და არქივებში ინახავენ ძველ სიუჟეტებს, სადაც აშშ არის მსოფლიო ბოროტების, მასონებისა და რეპტილოიდების ცენტრი. რუსულ კაპიტალს არათუ სურს, არამედ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ადრე დაღადგინოს სავაჭრო ურთიერთობები დასავლეთთან, ევროპასა და აშშ-სთან. რადგანაც ჩინეთი რუსულ ნახშირწყალბადებს ყიდულობს გაცილებით უფრო ცუდი პირობებით და საერთოდ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა იმდენად მომგებიანი არ არის რუსეთისთვის, რამდენადაც ევროპასთან. ამიტომაც ეს ტაქტიკა გაცილებით უკეთ მუშაობს, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციის დეკლარირებული მიდგომა, რომ რუსეთი ჩინეთთან კონფლიქტის შემთხვევაში უნდა გამოითიშოს არა დათმობებზე წასვლით, არამედ ომში დამარცხებით და ქვეყნის შიგნიდან დესტაბილიზებით. თუმცა ეს მიდგომაც ფარსია. რეალურად რუსეთისთვის ბაიდენი იყო მანტრახი, ხოლო ტრამპი ნამცხვარი. კნუდ იპრიანიკ. რუსები იმავე მეთოდით დააბოლეს, რომელსაც რუსეთის იმპერია საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა. ჩვენ გვეჩვენება, რომ ბაიდენის და ტრამპის პოლიტიკა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ სიტუაციას დიალექტიკურად რომ შევხედოთ, ისინი ერთმანეთს ავსებენ. წავიდოდა პუტინი ასე მარტივად ტრამპთან მოლაპარაკებებზე, ბაიდენს რომ არ გაეგზავნა იარაღი და სხვათა შორისაც უფრო მნიშვნელოვანია სადაზვერვო ინფორმაცია თანამგზავრობიდან უკრაინისთვის. იქნებოდა კი პუტინისთვის საინტერესო კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური მხარე, თუ როგორც მას სურდა, მთელს უკრაინას აიღებდა. რა თქმა უნდა არა.
მას შესაბამისად რუსეთის სამხედრო წარუმატებლობები და ომის პოზიციურ ხასიათში გადასვლა უკრაინაში იყო მათ შორის ბაიდენის პოლიტიკის შედეგი და ამ პირობებმა შეამზადა ნაყოფიერი ნიადაგი მოლაპარაკებებისთვის. აქაც კი, მიუხედავად ყველა ზედაპირული დაპირისპირებისა, ბაიდენი და ტრამპი შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ასრულებდნენ თავიანთ როლებს ამერიკული კაპიტალის ობიექტური ინტერესების მიერ დადგმულ პიესაში. სხვათა შორის, გაიხსენეთ ამ ინტერესის, ანუ ფინანსური მოგების პირველი კომპონენტი, ბუნებრივი რესურსი. ამ პუნქტში შედის ახლა ტრენდულ სიტყვად ქცეული ეგრეთ წოდებული იშვიათი მიწის ლითონებიც, ცნობილნი ასევე როგორც ლანთანოიდები ან ლანთანიდები. მოკლედ რომ ავხსნათ, იშვიათი მიწის ლითონებს განაკუთვნებენ მშვიდად ქიმიურ ელემენტს, რომელთაც აქვთ მრავალფეროვანი გამოყენება ელექტრონულ აღჭურვილობაში, ლაზერებში, მინაში, მაგნიტურ მასალებსა და ქიმიურ სამრეწველო პროცესებში. მოკლედ ეს იშვიათი ლითონები თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მრეწველობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. თავისთავად იშვიათი ლითონების ფასი მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ დაბალია. მათი მოპოვების შედარებით მარტივი ტექნოლოგიის გამო, მაგრამ ისინი აუცილებელნი არიან გაცილებით უფრო ძვირადღირებული პროდუქციის წარმოებაში და სახელიდან გამომდინარე დედამიწის ქერქში ეს ლითონები საკმაოდ იშვიათად გვხვდებიან, რის გამოც ატარებენ სტრატეგიულ მნიშვნელობას ეგრეთ წოდებული განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებისთვის. ზელენსკის და ტრამპის კონფლიქტი თეთრ სახლში მომხდარ სკანდალზე გაცილებით უფრო ადრე დაიწყო. კერძოდ მაშინ, როდესაც ზელენსკიმ უარი თქვა ამ იშვიათი მეტალების აშშ-ის განკარგულებაში გადაცემაზე, რის გამოც ტრამპმა ზელენსკის სოციალურ ქსელებში უწოდა დიქტატორი 20%-იანი რეიტინგი და დაიქვეხნა, რომ მათ უკრაინას გამოუყვა 350 მილიარდი დოლარი და რომ ზელენსკიმ მოახერხა ამ თანქის ნახევრის განიავება. ამაში გულისხმება კორუფცია და მთელი ამბები. და ამიტომაც ტრამპმა შეუთვალა უკრაინას, რომ თქვენ ჩვენი ვალი გაქვთ ბიძია. ეს ყველაფერი კი მაშინ, როცა ავღანეთში ბოლო 20 წელიწადში აშშ 2 ტრილიონი დოლარი ისროლა ჰაერზე იმისათვის, რომ ფული გაეთეთრებინა და ბევრი ოპიუმი მოეტეხა. მაგრამ მოიცადეთ, ჯერ სადახართ. უკრაინისთვის რეალურად ის 350 მილიარდი დოლარიც არ გამოუყვიათ და საცოდავ უკრაინელებს თვალებით არ უნახავთ არც ეს თანხა და არც მღირებულების აღჭურვილობა თუ ჰუმანიტარული დახმარება. საკმარისია შევიდეთ აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ საიტზე და ვნახოთ. 2024 წლის მონაცემებით აშშ-მ თავისი ბიუჯეტიდან გამოყო 177 მილიარდი დოლარი ოდენობის თანხა, მაგრამ უშუალოდ იარაღის დამზადებასა და გაგზავნაზე დაიხარჯა 37 მილიარდი დოლარი. ხოლო თანხის დანარჩენი ნაწილი წავიდა ინვესტიციებში ამერიკულ სამხედრო სამრეწველო კომპლექსში, რათა მას საჭირო რაოდენობით აღჭურვილობა ეწარმოებინათ. ჰუმანიტარული დახმარების უმეტესობას კი ატარებდა არა უკრაინის მთავრობისთვის ფინანსების გაცემის სახეს, არამედ ისევ იქ მომუშავე ამერიკული ჰუმანიტარული დახმარების კომპანიების მომსახურების გადახდას. ანუ 177 მილიარდი დოლარის ლომის წილი ისევ ამერიკულ ეკონომიკაში მოხვდა, ხოლო კონგრესის საგარეო საქმეთა პალატის წარმომადგენელთა კომიტეტის თავმჯდომარის, ამ შეგზე წოდება, მაიკ მაკოუფის მოხსენებით, უკრაინას უშუალოდ მოხმარდა ამ თანხის მხოლოდ დაახლოებით 20%, ხოლო რეალური სამხედრო დახმარების რაოდენობა უკრაინის მიმართ სხვადასხვა წყაროს მიხედვით ვარირებს 27-დან 40 მილიარდ დოლარამდე. ანუ ვერანაირ 350 მილიარდ დოლარ დახმარებაზე საუბარი ვერ იქნება. კონგრესის მიერ გამოყოფილი ასიგნაციების 80% წავიდა ისევ აშშ-ის ეკონომიკაში და თუ ვინმემ გაანიავა ეს ფული, მაშ ისევ ამერიკანს უზებნა. ზელენსკის 20%-იანი რეიტინგით სოციოლოგიურ გამოკითხვათა უმეტესობამ არ დაადასტურა. რეალური მონაცემებით კი მისი რეიტინგი 21-დან 27%-მდე ვარირებს, ხოლო უკრაინელთა 70%-მდე ფიქრობს, რომ ომის დასრულებამდე არჩევნები ჯობია არ გატარდეს. ანუ ტრამპმა თავისი ლეგენდარული ქარიზმით დაიწყო ამ ისტერიკის მოტყობა, ნაკლად ფეიქების როლა მანჟინ და მარცხნივ ზუსტად მას შემდეგ, რაც ზელიონკამ უარი განაცხადა იშვიათი ლითონების დათმობაზე. მაგრამ რაში სჭირდება აშშ-ის უკრაინის იშვიათი ლითონები? თუ თავად არ აქვს მისი მარაგები ამ ხელა ტერიტორიაზე. როგორც იტყვიან, საგარეო პოლიტიკა საშინაოს გაგრძელებაა. ვინაიდან როგორც უკვე ვთქვით, იშვიათი ლითონების ფასი ბაზარზე საკმაოდ დაბალია, მისი მოპოვების რენტაბელურობაც, ანუ მომგებიანობაც ასევე დაბალია და ამერიკულმა კაპიტალმა შეწყვიტა ამ ლითონების საკუთარ ტერიტორიაზე მოპოვება. 2005 წლისთვის აშშ-ის მრეწველობა სრულიად დამოკიდებული იყო ჩინეთის იმპორტზე, მაგრამ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩინეთთან ეკონომიკური წინააღმდეგობა მკაცრდება და აშშ ისევ იწყებს იშვიათი მეტალების მოპოვებას. და ხდება ეს იმიტომ, რომ თუ ჩინეთთან ეკონომიკური დაპირისპირება გამწყვეტდება და გადაიზარდება ცხელფაზაში, აშშ დარჩება ეკონომიკის კატალიზატორების გარეშე. რადგან იშვიათი მიწის ლითონები საჭირონი არიან როგორც პროცესორების წარმოებისთვის, ასევე გადაუმუშავებელი ნავთობის, ეგრეთ წოდებული კრეკინგისთვის, რომლის დროსაც ხდება უკვე გამოყენებადი საწვავების წარმოება. ამიტომ იშვიათი მიწის ლითონების ირგვლივ შექმნილი ისტერია უკვე არა იმდენად უშუალო მოგების, არამედ ჩინეთის მხრიდან ბლოკადის შემთხვევაში აშშ-ის მრეწველობის უზრუნველყოფის საკითხია. რეალურ დროში იშვიათი მიწის მეტალების ყველაზე დიდი ბუნებრივი რეზერვები გააჩნია ჩინეთს, მეორე ადგილზეა ვიეტნამი, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილას არიან ბრაზილია და რუსეთი თანაბარი მარაგებით. სხვათა შორის პუტინმა უკვე შესთავაზა ამერიკულ კომპანიებს რუსული იშვიათი მეტალების ერთად დამუშავების პროგრამა, თუმცა არ ამგონია ამერიკელები ამაზე დათანხმდნენ, რადგან რუსეთისნაირ ქვეყანაში ინვესტიციები როგორი კარგი პირობებიც არ უნდა შესთავაზონ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს ამ ინვესტიციების დაკარგვა, რაც არასახერბიელო პოზიცია ამერიკული კომპანიებისთვის. მით უმეტეს, როცა შეიძლება უკრაინას აიძულონ გაცილებით უფრო მომგებიანი ხელშეკრულების დადება. აშშ უკვე ჩამორჩება ჩინეთს სამეცნიერო და სამხედრო ტექნოლოგიების სრბოლაში.
სწორედ ამიტომ ცდილობენ ისინი გადამღობავი ტარიფებით, გადასახადებითა თუ სხვა ზომებით, რომ საკუთარი შეიძლება უკვე ითქვას ყოფილი მოკავშირეების კანიბალიზაციის ხარჯზე გაზარდონ მაღალტექნოლოგიური წარმოება თავის ქვეყანაში. ჩინეთი უკვე არაერთი წელია ჯაბნის აშშ-ს დარეგისტრირებული პატენტების რაოდენობით. მართალია ჯერჯერობით აშშ ინარჩუნებს ფინანსური და პოლიტიკურ ბატონობას მსოფლიოში დიდი სახელმწიფო ბიუჯეტისა და იმის ხარჯზე, რომ დოლარი არის საერთაშორისო გაანგარიშებებისა და მთავარი სარეზერვო ვალუტა, მაგრამ რამდენ ხანს შენარჩუნდება ასეთი მდგომარეობა? როცა ქვეყნის ჰეგემონია არ არის განმტკიცებული მრეწველობისა და მეცნიერების ლიდერობით, მაშინ ქვეყანა დროთა განმავლობაში კარგავს სამხედრო და ფინანსურ პირველობასაც. ასე მოუვიდა მაგალითად ბრიტანეთის იმპერიას, რომელმაც პირველი და მეორე მსოფლიო ომების შედეგად დაკარგა მსოფლიო ჰეგემონის სტატუსი და დაუთმო ის ამერიკის შეერთებულ შტატებს. აშშ-ის პოლიტიკურმა ლიდერებმა კარგად იციან ეს ისტორია და მათ კარგად ესმით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ამჟამად მსოფლიოში. შეიძლება ჯოვანი არიგისად კი კითხულობდნენ და ესმით კაპიტალის დაგროვების ციკლების ცვლილებების კანონზომიერებები. აშშ დე-ფაქტო ჯერ კიდევ ინარჩუნებს პოლიტიკურ, ფინანსურ და სამხედრო ლიდერობას. ის შეიარაღების რაოდენობის და ხარისხის მიხედვით ჯერ კიდევ მსოფლიოს ნომერ პირველი არმიაა, მაგრამ ეს ძლიერებას თითებს შუა ეკარგებათ. რანაირი სამხედრო ჰეგემონი ხარ, თუ შენ ეგრეთ წოდებულ მოკავშირეს ვერ დაეხმარე ომის მოგებაში. რანაირი პოლიტიკური ჰეგემონი ხარ, თუ შენს მშვიდობიანი მოლაპარაკებების დატყების მოწოდებას არავინ უსმენს. შენ კი საკუთარ ქვეყანაში, თეთრ სახლში, მედიის თანდასწრებით გიბედავენ ხმისაწევას. ადრინდელი ჰეგემონის სუსტება და ბერდება. ის აღარ წარმოადგენს მსოფლიო წესრიგის და ძალაუფლების ღერძს, ამიტომაც წამოყვეს თავები და თავხედებიან სხვა ქვეყნების ნაციონალური ბურჟუაზიები, რათა ხმამაღლა დააყენონ დღის წესრიგში თავიანთი ინტერესები. გუშინ უკრაინა და რუსეთი, დღეს კანადა და გრენლანდია, ხვალ ნაცკოცები. ჩვენ დავიბრუნეთ ქვეყანა. აღვადგინეთ ძალადობა და უსამართლობა. და ასე შემდეგ. ამიტომაც აშშ-ის ოლიგარქია შეესწება, რომ მიიღოს ყველა ზომა, რათა დაიბრუნოს და აღადგინოს სამამულო წარმოება. თუნდაც აშშ-ს გაცილებით უფრო მეტი შიდა რესურსი აქვს ევროპისაგან განსხვავებით. მას თავად შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი წარმოება ნავთობით, გაზით, მინერალებით და მას აქვს დიდი შიდა ბაზარი. თუ ევროპა უკვე ოფიციალურად მარცხ ხდება მსოფლიო ბატონობის სრბოლაში, აშშ ჯერ კიდევ შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას. ამიტომაც ჩინეთის გამარჯვება მსოფლიო ბატონობაში ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. რომ შევაჯამოთ, აშშ-მ უკვე შეუჩერა უკრაინას სამხედრო დახმარებისა და ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ მშვიდობა ჯერ კიდევ შორსაა. ევროპა ანონსებს სამხედრო ბიუჯეტების მილიარდობით ევროს ოდენობით გაზრდას. ნატო, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, კარგავს თავის მნიშვნელობას და ევროპა ეძებს თავის ადგილობრივ წმინდად ევროპულ ალტერნატივას. ზოგადად ევროპა სულ უფრო მეტად ისწრაფვის, რომ აშშ-სგან დამოუკიდებელ ძალად იქცეს. სოფლიო კაპიტალისტური სისტემა იმყოფება დეგრადაციაში, ვარდნაში, დეკადანსში. გაწელილი ეკონომიკური სტაგნაცია, რომელიც კაპიტალიზმის ჩვენმე უკვე განხილული შიდა წინააღმდეგობის მიერაა გამოწვეული, უკვე ემსგავსება არა სტაგნაციას, არამედ რეცესიას. და რახანაც ქვეყანათა ოლიგარქების შემოსავლები ეცემა, ისინი ამ პრობლემას ომების, მეზობლებისგან აქტივების წაგლეჯვის ხარჯზე აგორებენ. კაპიტალისტური სისტემა კრიზისშია, არა მხოლოდ აშშ-ში ან ევროპაში, არამედ ყველგან. აღარავინ თამაშობს პარტნიორობანას, დემოკრატიობანას ან თავისუფალ ვაჭრობანას. ტრამპმა უკვე დაადო თავისი დიდი 25%-იანი საიმპორტო ტარიფები ჩინეთს, ვიეტნამს, კანადას, მექსიკას, ევროპის ქვეყნებს და ისრაელსაც კი. ამიტომაც დასავლური სამყაროს, ანუ აშშ-სა და ევროპის ერთიანობისა და ქართული კი არა და ამერიკული ოცნების იდეები, ყველაზე დელუზიური ლიბერალის თვალებშიც კი იწყებს ყდომას. სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ ამიერიდან ყველა თავისთვისაა მიბარებული. ისტორია ტრიალდება იმავე წრეზე, ან უფრო სწორი იქნება რომ თქვათ სპირალზე. სოფლიო ეკონომიკური კრიზისი, კორპორაციების მოგების ვარნა, პროტექციონიზმი, ფაშიზაცია, ნაციფიკაცია, მილიტარიზება და ასე შემდეგ. ძველი მსოფლიო წესრიგი მოირღვა. ამერიკა ემზადება დიდი ომისთვის, ისევე როგორც ევროპა. და მართალია ევროპელ პოლიტიკოსებს ჯერ არ დაუწყიათ ტრამპის მომხრეებივით ზიგჰაილების კეთება და არ გამოუცხადებიათ დემოკრატია ქვეყნის განვითარებისთვის საზიანო ინსტიტუციად, მაგრამ გაფაშისტება და აქამდე ბევრისთვის ურყევად მიჩნეული ბურჟუაზიულ დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვა ელის ევროპასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელი იქნება სამხედრო ბიუჯეტების შევსება, თუ ეს სოციალური კეთილდღეობის შემცირების ხარჯზე არ მოხდება. სიცოცხლის დონე უკვე მნიშვნელოვნად დაეცა ევროპაში და მომავალში ყველა პროგნოზის მიხედვით კიდევ უფრო მეტად დაეცემა. ამიტომაც წინ მოგვერის რთული მსოფლიო კონფლიქტების, ომების, ნამდვილი სოციალური რევოლუციების ეპოქა, რომელშიც ჩვენ კლასობრივად ცნობიერმა და მშრომელმა ადამიანებმა უნდა გავავრცელოთ სიმართლე, არ დავუჯეროთ ეროვნული თუ ტრანსნაციონალური კაპიტალის პროპაგანდას და ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, გაერთიანება საერთო ქმედებებისთვის. რა დაიბადება ამ გუგუნით მომავალი კონფლიქტის ქარცეცხლში? კიბერფაშიზმი, სადაც ეკონომიკურ ელიტას ექნება ტოტალური კონტროლი მასების ცხოვრებაზე, თუ ახალი ტიპის სოციალიზმი, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობა და არა კონკურენცია იქნება საზოგადოების
განვითარების და მაღალი კულტურის ჩამოყალიბების წინაპირობა ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული და იმაზე თუ როგორ ვიმოქმედებთ ახლა, რამდენად კარგად შევძლებთ განათლებას, ჩვენი დღის წესრიგის გავრცელებასა თუ ორგანიზებას. ამიტომაც შემოგვიერთით ამ არხზე, რათა ერთად შევიტანოთ წვლილი უკეთესი მომავლის მოახლოებაში. მოერგ ვიდეოში აუცილებლად გამიხილავთ თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ეს სოფლიო ცვლილებები და რა კურსი უნდა ავიღოთ უახლოეს მომავალში. ამიტომაც აუცილებლად დარჩით ხაზზე. მადლობა ყურადღებისათვის და მალე შევხვდებით.